Salvement მიდამშვიდობისა, მართალმადიდებლად მეგონა უფრო მეტნი ვიქნებოდით, იმიტომ რომ რაზეც იმართება პრესკონფერენცია და რა განცხადებაც გავრცელდება დღეს, შეეხება ჩვენს მუშაობას, ანუ რამდენად შევძლებთ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებას 1 ოქტომბერს არჩევნებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისთვის. დღეს გაგაცნობთ განცხადებას, რომელიც არის ერთობლივი განცხადება მოძრაობის ეს შენგეხება და კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის. ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს. დღეს მართალია პირველ საათზე არის შეხვედრა ჟურნალისტების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან, მაგრამ ალბათ უნდა ვიცოდეთ ყველამ ისიც, რომ 27 სექტემბრამდე უნდა მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ამის შემდეგ მას უკვე კანონში ცვლილებების შეტანის უფლება აღარ აქვს. გადავცემ ახლა სიტყვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს ნათია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2012 წლის 24 სექტემბერს მიღებული დადგენილება ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ დაუსაბუთებელია და არ გვაქვს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისათვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით მინიჭებულ უფლებას კენჭისყრის კაბინის გარდა საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე აწარმოონ ფოტო და ვიდეო გადაღება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დადგენილება შეიცავს რამოდენიმე საკანგაშო შეზღუდვას, მათ შორის არის ფოტო-ვიდეო გადაღება სპეციალური ადგილიდან, მინიმალური მანძილის 3 მეტრის დაცვის ავალდებულება და აგრეთვე ის მითითება, რომ თუ კი კენჭისყრის შენობაში უფლების მქონე პირი გადაადგილდება სპეციალური ადგილიდან და დატოვებს კენჭისყრის შენობას, ის კარგავს ფოტო-ვიდეო გადაღების უფლებას. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიქნებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია გაცდა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ კომპეტენციის ფარგლებს და მან დაარღვია საარჩევნო კოდექსით დადგენილი უფლებები დამკვირვებლებისათვის და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ იმ ბერკეტებს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გვაქვს მონიჭებული, ეს არის გასაჩივრება სასამართლო წესით კომისიის დადგენილებისა, თუმცა აგრეთვე გამოვთქვავთ იმედს, რომ ის შეხვედრა, რომელიც დღეს არის ჩანიშნული ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და მას ხვდებიან ჩვენი წარმომადგენლები, ჩაივლის დადებითად და ცენტრალური საარჩევნო კომისია თავადვე გააუქმებს მის მიერ მიღებულ დადგენილებას. ჩვენ იმედს გამოვთქვავთ, რომ მედიას გაუმარტივდება მუშაობაც საარჩევნო პროცესების განმავლობაში, კენჭისყრის დღეს არ დაწესდება ის შეზღუდვები, რომელიც დღეისათვის გვაქვს და კანონმდებლობა ისევ ჩვეულ რეჟიმში, ვიდრე დადგენილებამდე მიღების განმავლობაში იყო, კვლავაც შენარჩუნებული იქნება და ამჯერად თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად და მარტივად გადაიყოთ ის პროცესები, ის მოვლენები, რომლებიც განვითარდება კენჭისყრის შენობაში. შეიძლება ერთი შეკითხვა, იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ შეხვედრის განმავლობაში არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას და არ სწორფეთილად სასამართლოში შეიტან რევოლუცია ხელმძღვანელს, მაგრამ ამდენ იქნება ბევრი საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლომ განიხილოს ყველაფერი და შემდეგ განიპასუხი მიიღოს შესაძლოა ეს მოხდეს არჩევნების შემდეგ და უკვე დაგმართებული იყოს. საარჩევნო კოდექსის თანახმად 2 დღის ვადაში შეუძლია გაინტერესებულ პირებს გაასაჩივრონ დადგენილება. ამ შემთხვევაში ჩვენ გადავდოთ საარჩევის ტექსტი, ჩვენ ხელს მოვაწყებთ კიდეც საარჩევს და დღეს წარვადგენ სასამართლოში. სასამართლო 2 დღის ვადაში იმსჯელებს ამ საკითხის დაობაზე და გამოსცემს აქ. აგრეთვე თუ კი პირველი ინსტანციის სასამართლო არ დააკმაყოფილებს და ამ მოთხოვნას 2 დღის ვადაში ჩვენ უნდა გავასაჩივროთ სააპელაციო წესით. სააპელაციო წესით გასაჩივრებით თუ კი ესეთი საჭიროება დადგა და სამწუხარო იქნება, თუ კი ჩვენს ქვეყანაში მართლა დაგვჭირდება ამის სააპელაციო წესით გასაჩივრება, რა თქმა უნდა უკვე ვეღარ მოუწევს მოვლენებს.